დღეზე ისტორიული სამიტი ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა გაფართოებაზე უნდა იმსჯელონ და ევროკომისიის ანგარიშიდან გამომდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ. ევროკომისია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და მოლდოვა უკრაინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ქეთი ქარდავა გვეტყვის უფრო მეტ დეტალს ის ბრიუსელიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვიწყებთ ქეთი, ჩვენ მზად ვართ და ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ახლა მთავარია თუ როდის იქნებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოების მინისტრები, ლიდერები, სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები მზად იმისათვის, რომ გამოაცხადონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ერთადერთი პოზიტიური გადაწყვეტილება, რაც იქნება საქართველოსთვის და ეს ეხება კანდიდატის სტატუსს. ყველაზე აქტუალური კითხვა არის დღეს, თუ როდის იქნება განცხადება, როდის იქნება დეკლარაცია და როდის იქნება ის პრესკონფერენცია, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოაცხადებს, შედგა თუ არა კონსენსუსი. დღეს, როდესაც ძალიან დიდია დაპირისპირება აზრთა სხვადასხვაობა, ძალიან ძნელია ამ წუთის მონაცემებით ამაზე საუბარი. საუკეთესო ვარიანტში შეიძლება საღამოს ჩვენ გქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია. ჯერჯერობით არ არის არანაირი პრესკონფერენციის დრო დაანონსებულიც კი. ის თუ რა შემართებით მოვლენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, რა განწყობა ექნებათ და ვინ რა პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ ხერხს აპირებს გამოიყენოს იმისათვის, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული ორგანიზაციისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის და ზოგადად შევიდეს ისტორიაში როგორც წარმატებული სამიტი გაფართოებისთვის, ამას გავიგებთ 12-ის ნახევარზე, როდესაც ლიდერები დაიწყებენ მოსვლას და პირველ განცხადებას გააკეთებს შარლ მიშელი. გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტს აღმოჩნდა, რომ სურდა აქ ჩამოსვლა და ლიდერებთან გასაუბრება, ასევე ორმხრივი შეხვედრა ვიქტორ ორბანთან, მაგრამ უნგრეთის პრეზიდენტმა დაბლოკა ეს წინადადება. ახლა განიხილავენ, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩართონ ვოლოდიმერ ზელენსკი. ასევე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაგალითად ესტონეთის პრემიერს უთქვამს დახურულ შეხვედრაზე და ეს გამოვიდა პრესასთან ეს ინფორმაცია, რომ თუ საჭირო იქნება 25 დეკემბრამდეც დავრჩეთ ბრიუსელში, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებაო. ასევე ერთ-ერთი სცენარიც იგეგმება, რომ ცალკე სამიტი, გაფართოების სამიტი დაინიშნოს, თუ კონსენსუსი ვერ შედგა. ამიტომ ყველა სცენარი დევს მაგიდაზე, მაგრამ მთავარია, რომ მაგიდაზე დახვდებათ ლიდერებს პროექტი დეკლარაციის, სადაც წერია, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინა მოლდოვასთან კი გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. გაფართოებაზე 27 ქვეყნის ლიდერთან ერთად ვიმსჯელებთ, ამიტომ მანამდე ჩემს პოზიციაზე ვისაუბრებ. მე ვარ გაფართოების მომხრე და იმედი მაქვს არსებული სირთულეების გადაჭრის. დღეს გვაქვს ოპტიმისტური გზავნილი. დღეს გაცილებით ძლიერია საერთო სურვილი მომავალი გაფართოების მიმართ, ვიდრე გასულ წლებში ან გასულ თვეებში. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს მყისიერად და ავტომატურად ყველა შემაფერხებელი ფაქტორის ან პრობლემის გადაჭრას. არის სურვილი წავიდეთ სწრაფად წინ და გადავჭრათ დავძლიოთ ყველა რთული საკითხი. რაც შეეხება ქვეყნების თანხმდელს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. წევრ ქვეყნებშიც კი მიმდინარეობს ეს პროცესი და მუშაობთ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ჩვენ გვინდა ინსპირაცია იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა იმ ქვეყნების ქმედებებში, ვისაც სურს ორგანიზაციაში გაწევრიანება და იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ზოგიერთ ქვეყანას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხმდრის მაღალი დონე აქვს. ნაწილს შემდგომი ძალისხმევა სჭირდება პროგრესის მისაღწევად. ეს განცხადება შარლ მიშელმა გააკეთა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თუ რას ნიშნავს ორგანიზაციის მომავლისთვის გაფართოებას. ითქვა, რომ ევროპული ფაზლი ვერ აეწყობა ისე, რომ არ მიიღონ ახალი დემოკრატიები, ახალი სახელმწიფოები, რომლებიც პატივს სცემენ ევროპულ ღირებულებებს. ისე ისაუბრა შარლ მიშელმა კომპრომისის აუცილებლობაზე და პასუხისმგებლობის გამოჩენის მაქსიმუმზე იმ დარბაზში, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ არ უხსენებია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანს შარლ მიშელის შეხვდა სამიტის დაწყებამდე, თუმცა ამ ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ვიქტორ ორბანმა დაწერა, რომ მას აზრი არ შეუცვლია და არ სურს, რომ დღის წესრიგში საერთოდ შევიდეს გაფართოების პოლიტიკის პაკეტი და უკრაინა მოლდოვასთვის მოლაპარაკებების გახსნა. შეაფასეს სამიტი პრესკონფერენციაზე და ასევე ითქვა,
რომ დასავლეთ ბალკანეთის მომავალი აუცილებლად არის ევროკავშირში. ევროკავშირის პროექტი დაფუძნებულია გაერთიანებაზე, უკეთესი მომავლის შექმნის საერთო სურვილზე, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე და ამიტომ ევროკავშირის მთავარი ამოცანა კონფლიქტების გადაჭრა და დაპირისპირებების აღმოფხვრა. ჩვენ სამიტზე დავადასტურეთ ევროკავშირის ძალისხმევა, რათა დასავლეთ ბალკანეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან. გვაქვს საგზაურო რუქა რეფორმების განსახორციელებლად, რათა უკეთ მომზადებული ვიყოთ გაფართოებისთვის, რაც აუცილებლად უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციფიკური სიტუაცია, რაც დღეს არის ევროპაში. გაფართოების დროს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ეს ერთის მხრივ კანდიდატებისთვის წახალისებაცაა, რომ იმუშაონ და გაატარონ რეფორმები. როდესაც ვამბობთ, რომ პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, ვფიქრობ, ეს ჩვენც გვეხება, რათა როდესაც სამუშაო შესრულებულია კანდიდატის მიერ, ჩვენ უნდა შესაბამისად ვიმოქმედოთ. ამაზე ვისაუბრებთ სამიტზე და ფართო დისკუსიას გავმართავთ. დამსახურებაზე დაფუძნებით ელოდება საქართველოს და ასევე იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელიც გაიცა 8 ნოემბერს ჩვენი ქვეყნის შესახებ კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გააგრძელებს რეფორმებს მოლაპარაკებების გასახსნელად. დღის წესრიგში, როგორც გითხარით, პირველი არის თემების შეთანხმება, მეორე უკრაინა, მესამე ახლო აღმოსავლეთი და მეოთხე გაფართოება. აქ მოლოდინია იმის, რომ პირველ საკითხზე ყველაზე დიდხანს გაგრძელდება დისკუსია, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობა უნგრეთის მხრიდან. სავარაუდოდ უკვე საღამოს იქნება მონახაზი პოლიტიკური გადაწყვეტილების და ჯერ გავრცელდება დეკლარაცია და შემდეგ იქნება შემაჯამებელი პრესკონფერენცია. საუკეთესო ვარიანტში დღეს-ღამე უნდა გამოცხადდეს, მიაღწიეს თუ არა ლიდერებმა კონსენსუსს და იმედია, რომ როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, 25 დეკემბრამდე არ მოუწერთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ბრიუსელში დარჩენა. მადლობა კეთი, ეს იყო კეთი კარდავა და ჩართვა ბრიუსელიდან.